მოგესალმებით. მე ვარ ვიტო ონიანი და თქვენ უყურებთ გადაცემას ჩრდილოვანი წესრიგი. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ ომებზე. ყველაზე სისხლიან და ტრაგიკულ იარაღზე, რომელსაც Deep State-ი საუკუნეების განმავლობაში იყენებს. ომებზე, რომლებიც არ იწყება შემთხვევით, არამედ იგეგმება, ფინანსდება და იმართება კულუარებში. იქ, სადაც ფული და ძალაუფლება ერთიანდება. წინა ეპიზოდში გავანალიზეთ თუ როგორ აკონტროლებენ ფინანსური ელიტები მსოფლიო ეკონომიკას. მაგრამ როცა ვალი და კრედიტი საკმარისი აღარ არის, როცა ხალხი ჯერ კიდევ ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, Deep State სცენაზე გამოჰყავს ომი. ომი ხდება ბიზნესი, ომი ხდება გეგმა, ომი ხდება გეოპოლიტიკური დერეფნების გასახსნელი ინსტრუმენტი. ისტორია გვაჩვენებს, რომ თითქმის ყველა დიდი ომი იწყებოდა არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსურად დაგეგმილი სცენარით. ბანკირები და სამხედრო ინდუსტრიული კარტელები ომის დროს იღებენ უზარმაზარ ფინანსურ სარგებელს, ახერხებენ ახალი ტერიტორიების კონტროლსა და სახელმწიფოების ვალებში ჩაძირვას. პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი ჯერ კიდევ 1961 წელს აფრთხილებდა ამერიკელ ხალხს. სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი გარდაქმნის ომს ბიზნესად. ეს გაფრთხილება რეალობად იქცა. Deep State-ისთვის ომი არ არის მშვიდობის გზა. ეს არის კონტრაქტები, იარაღების გაყიდვები, ნავთობის კონტროლი და ახალი ბაზრების დაპყრობა. როცა ომი იწყება, სინამდვილეში იწყება ახალი ფინანსური შესაძლებლობა იმ ელიტებისთვის, რომლებიც ავსებენ ბანკების ანგარიშებს. მოდით ერთად გადავხედოთ ისტორიულ ფაქტებს ომების შესახებ და დავწუნდებით, რომ გამონაკლისის გარეშე ყველა ომი მართული და ფინანსურ სარგებელზე გათვლილი იყო. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი ვერ დაიწყებოდა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. სწორედ ინგლისის, საფრანგეთისა და ამერიკის ბანკებმა უზრუნველყეს ტრილიონობით ფუნტისა და დოლარის გადინება ომის გასაგრძელებლად. ამ პერიოდში ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის იყო, პირველად გამოსცადა თავისი ძალა. სწორედ ფედის მეშვეობით მიეწოდა ევროპას კრედიტები. ომის დასრულების შემდეგ ევროპა ვალებში ჩაიძირა, ხოლო ამერიკელი ბანკირები, მორგანები და როკფერელები ორმაგად გამდიდრდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიაში მდებარე BIS, იგივე ბანკების ბანკი, ომის ორივე მხარეს ემსახურებოდა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ გერმანიის ნაცისტური ოქროს ნაწილი სწორედ BIS-ის გავლით ირეცხებოდა. პარადოქსია, მაგრამ ომის დროსაც კი ფინანსური ელიტები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ცივი ომი. თითქოს ორი სისტემა, კაპიტალიზმი და სოციალიზმი უპირისპირდებოდა ერთმანეთს. სინამდვილეში კი ეს იყო სამხედრო ინდუსტრიის ოქროს ხანა. აშშ-ს Lockheed Martin და Boeing და სხვა გიგანტები ტრილიონობით დოლარს შოულობდნენ იარაღის წარმოებით. შედეგი იყო ერთი. ორივე ბანაკის მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო ელიტები კვლავ მდიდრდებოდნენ. ომი გადაიქცა მუდმივ ბიზნესად. 1999 წელს ნატომ დაბომბა სერბეთი. მიზეზად დასახელდა ჰუმანიტარული კატასტროფა. სინამდვილეში კი მიზანი იყო ბალკანეთში დასავლეთის კონტროლის დამყარება და რუსეთის გავლენის შესუსტება. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ქვეყანა დაიშალა, ხოლო სტრატეგიული ქონება უცხო კორპორაციების ხელში გადავიდა. ეს იყო Deep State-ის დამახასიათებელი ხელწერა. ომის ნიღბის ქვეშ ჰუმანიტარიზმი. შემდეგი იყო ერაყის წინააღმდეგ გამოგონილი ისტორია. 2003 წელს ჯორჯ ბუშმა და ტონი ბლერმა განაცხადეს, რომ სადამ ჰუსეინს ჰქონდა ქიმიური იარაღი. ეს იყო მიზეზი სამხედრო ოპერაციის დაწყებისა, რის შედეგადაც განადგურდა ქალაქები. მილიონობით ადამიანი გახდა ლტოლვილი, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ქიმიური იარაღი საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში. სინამდვილეში მიზანი იყო ერაყის ნავთობის ხელში ჩაგდება და ესეც მოხდა. ეს იყო გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მანიპულაცია თანამედროვე ისტორიაში. 2011 წელს არაბული გაზაფხულის სახელით დაიბომბა ლიბია. მუამარ კადაფი, რომელიც დამოუკიდებელ მონეტარულ სისტემას აყალიბებდა და აფრიკის გაერთიანებული ბანკის შექმნას გეგმავდა, მოკლეს. ქვეყანა ჩაიძირა ქაოსში, ხოლო მისი ნავთობი და რესურსები დასავლური კორპორაციების ხელში გადავიდა. ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შლის Deep State-ი ეროვნულ სუვერენიტეტს, თუ ის ფულისა და ენერგორესურსების კონტროლს ემუქრება. სირიის ომის დაიწყო ბრჭყალებში დემოკრატიული და მშვიდობიანი პროტესტით. სინამდვილეში კი ეს იყო უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული ტერორისტული დაჯგუფებების დაგეგმილი გადატრიალება. ბაშარ ასადის ხელისუფლება იმიტომ გახდა დასავლური ისტებლიშმენტის სამიზნე, რომ ირანთან და რუსეთთან ერთად ცდილობდა ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფნის შექმნას, რაც რა თქმა უნდა Deep State-ისთვის მიუღებელი იყო. 2014 წლიდან კი უკრაინა გახდა გლობალური ომის პარტიის მთავარი პროექტი. მაიდანის რევოლუცია არ ყოფილა მხოლოდ ხალხის პროტესტი. ეს იყო საგულდაგულოდ ორგანიზებული ოპერაცია, რომლის მიზანი რუსეთის გარშემოწერა და ევროპის ენერგეტიკულ მარკურში მომწყდება იყო. 2022 წლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი გადაიქცა გლობალურ ბიზნესად. იარაღის გაყიდვები რეკორდს აღწევს. ენერგეტიკული ფასები ხელოვნურად იზრდება, ხოლო უკრაინელი ხალხი გახდა ამ ფინანსური თამაშის მსხვერპლი. ეს ომი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს მსოფლიოს აზარალებს, მხოლოდ ერთის სასარგებლოდ. ეს არის ჩრდილოვანი მმართველი და მასთან დაახლოებული პირები. საქართველოს არაერთხელ გამხდარა ამ გლობალური თამაშის მსხვერპლი. 1990-იანი წლებიდან დაწყებული კონფლიქტები დიდწილად იყო საერთაშორისო ინტერესების ნაწილი. 2008 წლის აგვისტოს ომიც ამის ნათელი მაგალითია. მაშინდელმა ხელისუფლებამ უცხო ძალების სახალისებით დაიწყო ავანტიურა, რომელმაც ათასობით ოჯახი დაანგრია. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცა გარე ინტერესების იარაღად. დასავლეთს ჭირდებოდა ახალი ფრონტი რუსეთის შესაკავებლად. შედეგად კი ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ მოქალაქეები.
ათასობით ქართველი თავისივე ქვეყანაში იქცალ ტოლვილად, მაგრამ კონკრეტულმა ბიუროკრატებმა, ბანკირებმა და სამხედრო კარტელებმა დიდძალი სარგებელი მიიღეს. დღეს საქართველო ცდილობს, რომ აღარ გახდეს უცხოელი სტრატეგების მიერ შექმნილი ომების პოლიგონი. ქვეყნის ახალი ხელისუფლება ცდილობს მშვიდობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას, რადგან სწორედ ეს არის ერთადერთი გზა, რომ პატარა ქვეყანამ თავი დააღწიოს გლობალური ომის ბიზნესს. ომი ეს არის პოლიტიკურ მტრობას ამოფარებული ფინანსური პროექტი, სადაც ხალხი მსხვერპლია, ხოლო ბანკი გამარჯვებული. უნდა გვახსოვდეს, რომ ომი არ არის ერის ნება. ომები იგეგმება დახურულ კაბინეტებში, ბანკების ოფისებში და გლობალური ბიუროკრატების კონფერენციებში, სადაც ადამიანების სიცოცხლე მხოლოდ ციფრებია. ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ყოველთვის ვართ ამ დიდი თამაშის საფრთხის ქვეშ. ამიტომ აუცილებელია სულიერი სიმტკიცე, ეროვნული იდენტობის დაცვა და სუვერენული პოლიტიკის გატარება. დღევანდელ ეპიზოდში გავიგეთ, რომ ომები არ იწყება შემთხვევით. ისინი იქმნება ფინანსური ელიტების, ჩრდილოვანი წესრიგისა და გლობალური ბიუროკრატების მიერ. მე-6 ეპიზოდში კი გავეცნობით გლობალური ომის პარტიის კიდევ ერთ იარაღს, იდეოლოგიურ ომს. ნახავთ თუ როგორ ცდილობს გლობალური ბიუროკრატია მცირე ერების სულიერი საფუძვლების ჩამოშლას, როგორ ებრძვიან რელიგიას, ეროვნულ ტრადიციებსა და კულტურას. მე ვარ ვიტო ონიანი და ეს არის ჩრდილოვანი წესრიგი.